სალამი მეგობრებო, ილარიონი ვარ, მოგესალმებით. დღეს მინდა რომ ესეთი რაღაც განვიხილოთ, რომ ყველას გვაქვს ეგეთი მაგალითები, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაგალითად ერთ შემთხვევაში ნახავთ ადამიანს, რომელიც პირობითად რაღაცა 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ, 9-ჯერ თუ 3-ჯერ არ აქვს მნიშვნელობა, იწვა კლინიკაში, გამოიარა ბევრი რაღაცა რეჰაბები, ისინი და მოკლედ ნარკოტიკებს თავი ვერ დაანება. და არსებობს მეორე შემთხვევა, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მინიმალური ჩართულობით რაღაცა კლინიკების, ნარკოლოგების თუ სხვადასხვა რაღაც დამხვანი მექანიზმებით შეძლეს და დააღწიეს თავი ამ ჯოჯოხეთს. თქვენი აზრით რა არის განსხვავება ამ ორ მოცემულობას შორის? ჩემი აზრით და არ მგონია რომ ვწდებოდი, არის мотиваცია. мотиваცია განაპირობებს იმას, რომ შეგვიძლია რომ რაღაცა თები გადავიაროთ და მით უმეტეს საკუთარ თავთან ბრძოლაში გავიმარჯვოთ და უბრალოდ მინდოდა რომ ეს რაღაცა იცით დარწმუნებული ვარ, მაგრამ რაღაცნაირად мотиваცია მომეცა თქვენთვის დამატებით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანთან კომუნიკაცია და რაღაცნაირად შემოდიან ამ იმაში, რომ აი ვიწექი ძმაო და ვერ დავანებე და ესა და რავი, ამ შემთხვევაში ესე არ არის, ანუ მნიშვნელობა არ აქვს რა რაოდენობის თანხას გადაიხდი, მნიშვნელობა არ აქვს არაფერს, უბრალოდ ჩვენი мотиваცია უნდა ვაქციოთ რაღაცა სასწაულ ძალად და იქ სევაკიდებას და კიდე ერთი მთავარი საკითხი არის ჩემი დაკვირვებით, რომ გააჩნია რატო ვანებებთ ნარკოტიკს თავს, ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაში ადამიანებს გოლის ეს რაღაცა მოცემულობა, რუტინა ესე რომ ვთქვათ და რომელიც აისახება მენტალობაზე, ფსიქიკაზე და ბუნებრივია ვიღლებით და გვინდა თავის დანებება, მაგრამ ეს ძალიან საშიში მდგომარეობა, იმიტომ რომ როდესაც მე რაღაცა ორგანიზმი ისვენებს, რაღაც პრობლემები გვარდება და ისევ რაღაცა დორე წყალში შევდივართ, ვიწყებთ იგივეს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი мотиваცია მე მგონი რომ უნდა იყოს განთავისუფლება ამ ყველაფრიდან და იმიტომ რომ გვინდოდეს უკეთესი ცხოვრება და ხარისხიანი ცხოვრება, რომელიც წინა უცილებლად დაგვხვდებათ თუ კი ამ კარიდან გახვალთ მეგობრებო, ეს მინდოდა რომ მეთქვა და მინდა რომ ეს რაღაცა мотиваციები გზადაგზა მოგცეთ ყველა ადამიანს და იცოდეთ რომ მართლა შესაძლებელია ყველაფერი და ამის მაგალითები თქვენს გაქვთ. ზუსტად ვიცი, მეც მაქვს და მე თვითონ ვარ მაგის მაგალითი და მყავს უამრავი ადამიანი სხვათა შორის, რომელსაც ეტაპობრივად გააგრძელებთ, რომლებმაც აი ესე შეძლეს და ეს თავიანთი წყურვილი რო ყოფილიყონ უკეთესები და ეცხოვრათ უკეთეს პირობებში, თავიანთი ტვინით, მენტალობით, შესაძლებლობებით და ფასეულობით გამოიარეს ეს ჯოჯოხეთი, მაგრამ დღესდღეობით არიან კარგად. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, კარგად ყოფნა გისურვოთ და მინდა რომ აი ეს რაღაცა წყურვილი არასდროს არ გაგიქრეთ, რომ გინდოდეთ უკეთესი ცხოვრება და უკეთესი თქვენი ვერსიები, რომელიც აბსოლუტურად შესაძლებელია და ის მდგომარეობა და ის ჭაობი და ის რაღაცა ცუდი ფიქრები, რომლებიცშიც ეხლა იმყოფებით, იცოდეთ რომ თქვენი არ არის და მოწებებულია ზუსტად მაგ ნარკოტიკების გამო და როგორც კი თქვენ мотиваციას აი ესე დიდ ბურთად აქცევთ თავში, აუცილებლად გაქრება ეს ყველაფერი და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და კარგი ფიქრები, დიდი პატივისცემით ილარიონი. წარმატებები დროებით.